მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ძალიან მაგარ სტეიქს არას ვაკეთებთ. მოგესალმებით მეგობრებო, რა შევით, როგორ ახართ, ხო ხართ ძალიან კარგად. დღეს მოვამზადებთ ძალიან მაგარ საქონლის სენდვიჩს, რომელიც იქნება სტეიკით. ასეთი სტეიკი ვიყიდე. შევწავთ ახლა პატარა გრილი გვაქვს ასეთი. დაგჭირდება ჰალაპენიო, ასევე კარაქი, დაგჭირდება ასევე დნარიყველი, pomidori. ძალიან მარტივი სენდვიჩი იქნება და აუცილებლად უნდა დარჩეთ ვიდეოს ბოლომდე, უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი, დალაიქოთ ეს ვიდეო და დავიწყოთ მოკლედ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დაგჭირდება ცეცხლი, უნდა ავანთოთ ახლა ჩვენი პატარა გრილი. კარგად გავახუროთ ეს ნაკვერჩხალი. ეხლა პირდაპირ ცეცხლზე არ ვაკეთებთ, რადგან სტეიკისთვის უფრო უკეთესი იქნება ასე გახურებული ნაკვერჩხალი, ვიდრე პირდაპირ ცეცხლი. ძალიან მაგარი სენდვიჩი უნდა გავაკეთოთ აუცილებლად და უნდა ავიდეთ აუცილებლად 1000 გამომწერზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად გახურდება ეხლა ჩვენი ნაკვერჩხალი და შემდეგ დავიწყებთ სტეიკის შეწვას, რომელიც არის ჩალაღაჯის ნაჭერი. ნახოთ როგორი სტეიკი ვიყიდეთ, გამოვცადოთ თან ჩვენი ხორცი, რამდენად გემრიელი გამოვა. გახურდა ჩვენი ნაკვერჩხალი, ეხლა ერთმანეთს კარგად გააღვივებს, დავდოთ ესეთი სეტკა და თავის მომენტში მოიხოდება ჩვენი გრილი. ცოტას დაუნიავებთ, მაგარ დაუნიავებთ თან. დანიავებისთვის რა შეიძლება გამოვიყენოთ? დაფა. აი ის კარგად გავახურებთ. ჩემო მეგობრებო, რაღაცა სპონსორები არ ჩანს ჩემს არხზე. რა ვთქვი, რომ ჩვენი 8-13 ფეხშიშველა დარბის და ფეხების ტკივა თქო იმ მინდორზე, არავინ არ გამოგვიგზავნა ბენზოსათიბელა მოკლედ და ძალიან ცუდია. აუცილებლად გჭირდება სპონსორი, რათა უფრო უკეთესი და მაგარი ვიდეოები გადავიღოთ ჩემო მეგობრებო. ასეთი სტეიკი გვაქვს. აი ასეთი სტეიკი. პირველ რიგში გავხსნათ ახლა სტეიკი. ამოვიღოთ ამ ვაკუუმიდან და დავიწყოთ მისი მომზადება. pomidori არ გვინდა დროებით. აი ესეთი ხორცის ნაჭერი გვაქვს. სისხლიანი მერი. მარტივად დავაყაროთ მარილი. კარგად ორივე მხარეს. პირპილი საუცილებლად. ასე. გავიმეოროთ იგივე მეორე მხარეს. მარილი. და ისევ რა თქმა უნდა პილპილი. ხორცი ბოლომდე რა თქმა უნდა არ უნდა გამოვაშროთ, უნდა იყოს წვნიანი ძალიან და ეგრეთ წოდებულ medium well-ზე გავაკეთეთ. ჩვენი გრილიც მოიხოდა, ტემპერატურა კარგად არის უკვე და დავიწყებთ სტეიკის დაგდებას. ასე. ახლა გავაკეთებთ კარაქის соуს, გავადნობთ კარაქს. იმდენი ხანია მზეზეთებს, რომ თითქმის უკვე გამდნარია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება თხელი მასა, რომ გადავუსვათ შემდეგ სტეიქს და ასევე პურსაც წავუსვამთ აუცილებლად. დავდებთ ესე გრილზე, გვერდზე ლამაზად მივუდებთ და თავის მომენტში ესეც გადნება. ასე. უკვე დაიწყო გადნობა, ნახე. 600 გამომწერზე უკვე ავედით მეგობრებო, სულ რაღაც 400 გამომწერი გვაკლია, რომ 1000 გამომწერზე ავიდეთ, ამიტომ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ არხი და დალაიქოთ ეს ვიდეო, რადგან უფრო მეტი мотиваცია მქონდეს, რომ უფრო კარგი და მაგარი ვიდეოები გადავიღოთ და აუცილებლად დავასპოილერებ, რომ შემდეგი ვიდეო გვექნება გრილის აწყობა, ან ძალიან მაგარი, უზარმაზარი დიდი გრილი უნდა ავაწყოთ სოფელში, სადაც 8000-თან ერთად აუცილებლად ძალიან მაგარ კერძებს გავაკეთებთ. დაიწყო ჩვენმა კარაქმა გადნობა, ასევე სტეიკმა შეწვა. დავიწყებთ ახლა პურის ზომაზე მოჭრა, სამხელა პური არ დაგჭირდება, ამიტომ გადავჭრით გვერდებს მოვაჭრით ასე და შუაგულს დავტოვთ.
მაღალი არ გვინდა. დაახლოებით ამას მოვაჭრით. სტეიკი რომ ხელა დავაზომოთ. სადღაც აი ეს. დიდი სენდვიჩი რო გამოგვივიდეს. გავჭრათ ჯუაზე პური. ასე. ჩვენი გამდნარი კარაქი. გადაუსვათ პურზე ესე. გემრიელად. და ამას გავხუხავთ შემდეგ გრილზე, რომ უფრო გემრიელი, ყნაწუნა გამოვიდეს ჩვენი სენდვიჩი. ესე რომ ვთქვათ, გავტოსტავთ ამას და ცოტა უფრო შევაპიწყინებთ ჩვენს პურს. კარგად წაუსვათ კარაქი, რადგან ძალიან მაგრად უხდება როგორც სტეიქს, ასევე სენდვიჩს. ასე. და წავიდა გრილზე. შეგვიძლია ახლა ჩვენი ჯამი გადმოვდგათ, რადგან კარაქი უკვე გამდნარია. ასე. და დავიწყოთ პურის ძირზე წასმა კარაქის. ასე. აუცილებლად დაწერეთ მეგობრებო, რა კერძი მოვამზადოთ, რა იქნება უფრო საინტერესო. სოფელში უფრო ხორცეული, რა თქმა უნდა, რადგან ხორცის მომზადება ძალიან მიყვარს. ჩვენი სტეიკი შევამოწმოთ რა შვება ახლა. კარგად იწვება აქეთ. ვისაც არ გინახავთ ჩემი წინა ვიდეო, სადაც აფხაზურას ვაკეთებთ, აუცილებლად უნდა უყუროთ წინა ვიდეოს, რადგან ძალიან სახალისო და ძალიან მაგარი კერძი გამოგვივიდა სხვათა შორის. სენდვიჩის გადაღება ძალიან მინდოდა, რადგან სტეიკთან მუშაობა ძალიან მიყვარს, ხორცთან მუშაობა როგორც გითხარით და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გემრიელი გამოვა. პური არ უნდა დაგვეწვას, რაც თავარია. ბოლოს აუცილებლად ერთად დავაგემოვნებთ ამ კერძს და შევაფასებთ, რამდენად გემრიელი გამოგვივა ჩვენი სტეიკ სენდვიჩი. ოპა. ნახე რა მაგრად იწვება. სადღაც 2 წუთი დარჩა კიდე და დავატრიალებთ. შემდეგ 2 წუთი შევწოთ კიდე მეორე მხარეს და საკმარისი იქნება ამის შეწვა და მომზადება. რენიც გველოდება. რომ ვაჭამოთ სენდვიჩი. ახლა ნახე რა მაგრად იბრაწება, დააკვირდი. სულ 1 წუთი დარჩა და ძალიან მაგარი არომატებია. პურიც არ დაგვეწვას, რაც თავარია. პირველი ეტაპი კარგად ჩაიარა. ახლა მეორე მხარეს შევწავთ გემრიელად. ჩვენი პურიც იხუხება. დავიწყოთ ხა კარაქის გადასმა სტეიკზე. გადავუსმოთ კარაქს, რომ უფრო გემრიელი გამოვიდეს ჩვენი ხორცი და უფრო წვნიანი. ისე. კარაქი არ უნდა დაგვენანოს. ჩვენი სტეიკიც მზადდება. სადღაც 2-3 წუთი დარჩა, რომ სტეიკი ბოლომდე მომზადდეს. შემდეგ გემრიელად დავჭრით, გავუკეთებთ ნარყველს, ჰალაპენიოს და გემრიელად ჩავკრიჩავთ. ძალიან მარტივი კერძია, თქვენ შეგიძლიათ სახში მომამზადოთ, რადგან უმარტივესია, შეგიძლიათ ტაფაზიც გააკეთოთ, ცოტა ნიორი გაუკეთოთ, როზმარინი გაუკეთოთ, კარაქი გაუკეთოთ და მოგემრიელესი გამოვიდეს. ბოლომდე არ უნდა გამოგვიშრეს და არ უნდა შევწოთ, რა თქმა უნდა, სტეიკი, რომ უნდა იყოს წვნიანი და გემრიელი. მომზადდა უკვე ჩვენი სტეიკი, დავიწყებთ ახლა დაჭრას. აი ნახეთ.
მცირად დავიწყებთ ამის ჩაჭრას. ნახეთ, მეგობრებო, როგორი მაგარი სტეიკი გამოგვივიდა. შეხედეთ. ესე გემრიელად ჩავჭრით. ძალიან მაგარი გამოვიდა. სანამ ჩვენ პომიდორს დავჭრით, მანამდე ჩვენი სტეიკი ისვენებს, რადგან სისხლძარღვები, როდესაც შეწვის დროს შევიწროვებულია, ამ შემთხვევაში, როცა გადმოიტანთ აფაზე, უკვე ისვენებს და უფრო რა შევა? ფართოვდება. ამიტომ ან დასაღეჭად უფრო სასიამოვნო იქნება სტეიკი, ვიდრე ეგრევე გადმოვიყოთ, დავჭრა და შევჭამოთ. ამიტომ ახლა გავამზადებთ პომიდორს, ისე ნახევარმთვარეებად დავჭრით. ასე. მეორეს ესე ჩავჭრათ. ეს ნაწილები არ მინდა. ძირია ეს არის თავსახური. დავიწყოთ პომიდორის დალაგება. ასე. შემდეგ ჩვენი სტეიკი წავა. პირდაპირ. ოჰოჰოჰოჰო. ნახეთ რა ნაჭრებია, მეგობრებო. იდეალური. შემდეგ სიცხარისთვის ჰალაპენიო. ესეთი ძალიან მარტივი სტეიკ სენდვიჩი გამოგვივიდა, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან გემრიელი იქნება. ასე. და აუცილებლად დაგვჭირდება მდნარი ყველი. საიდან იხდება ეს შობელძაღლი ეს? მდნარი ყველი. ყველით უნდა გავძეცგოთ ახლა და გამოგვივა სტეიკის სენდვიჩი მდნარი ყველით, ჰალაპენიოთი და პომიდორით, რომელიც იქნება ძალიან გემრიელი. ასე. ეგრეთ წოდებული ფარსონკით ახლა გადავატარებთ ყველს, რადგან მდნარი ყველი უფრო მდნარი გახდეს და კარგად გაიწელოს. ასე მოვბრაწავთ. საკმარისია. აი ასეთი გამოვიდა, ჩემო მეგობრებო, ჩვენი სტეიკ სენდვიჩი. ახლა აუცილებლად ერთად დავაგემოვნებთ ამ გემრიელობას. გავჭრა? გავჭრა გინდა? ჩართული გაქვს კამერა? აბა ნახოთ რა გამოვიდა, მეგობრებო. მოდით აბა ერთად გადავხსნათ. ძალიან მაგარია. შეფასო, ძალიან მაგარი გამოვიდა ჩვენი სტეიკ სენდვიჩი, ძალიან წვნიანი და გემრიელია. აუცილებლად უნდა გამოიწიროთ არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო და დაწეროთ კომენტარებში რა გავაკეთოთ შემდეგი კერძი. ეს ჩემით მოვიფიქრე, რა თქმა უნდა და მე გავაკეთე, მაგრამ თქვენს დაწერეთ აუცილებლად და როგორც გითხარით, შემდეგი ვიდეო იქნება გრილის აწყობა სოფელში. კარგად იყავით.